სად გადის ზღვარი მავნეჩვევასა და დამოკიდებულებას შორის? ალკოჰოლის მაგალითი რო ავიღოთ, ხშირად ამ შემთხვევაში უჩნდება თვითრეგულაციის მოთხოვნილება. ანუ ესეთი აზრები, ნაკლები უნდა ვსვა, რაღაც ბევრი მომივიდა, უნდა შევწყვეტო და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც მაინც გრძელდება ალკოჰოლის მოხმარება, ყალიბდება დამოკიდებულება და ძალიან საინტერესო, რომ ეს თვითრეგულაციის მოთხოვნილება აბსოლუტურად ქრება. რაზე არის დამოკიდებულება მიდმული ტვინში, აი რა პროცესები მიმდინარეობს და რატო ვითარდება ეს დამოკიდებულება? ეს არ არის მხოლოდ ჩვევა, მით უმეტეს მავნეჩვება ან უნების ყოფობა, ნაკლი და ასე შემდეგ, რასაც ხშირად საზოგადოება სამწუხაროდ ხაზს უსვავს. ამის იქით ძალიან მნიშვნელოვანი ნეიროფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ცვლილებებია. ეთანხმებით მაგას, რომ დამოკიდებულება მუცელში ვითარდება? ვეთანხმები. ბევრმა ვინც გაათვითცნობიერა პრობლემა, ბევრმა თქვა, რომ მე დავიბადე დამოკიდებულად. მე არ მქონდა არჩევანი. გარკვეულ გარემოში მოხვედრა, ან მუსიკის მოსმენა, ან ისეთი სიტუაცია, რაც დაკავშირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან, პირდაპირ იწვევს ულტოლუის გამძაფრებას. აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. აი ეს ფრაზა რა. მაგალითად, ჭამა აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა ვჭამო. აღარ მსიამოვნებს, არ ვიცი, სექსი, მაგრამ მაინც მინდა რომ მქონდეს, აღარ მსიამოვნებს მოწევა, მაგრამ მაინც ვეწევი. აი ეს რა არის? რატომ არის სირცხვილი დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაძლიერებელი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოკლედ გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში. დღევანდელი ეპიზოდის წარმომადგენელი არის PSP და ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმომადგენელია მეტროპოლი სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. დღეს საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ცოდნის მოყვარე პოდკასტში და გავცემთ კითხვაზე პასუხს, რატომ არის ასე რთული მავნეჩვევაზე უარის თქმა და სად გადის რეალური ზღვარი ზიანსა და დამოკიდებულებას შორის. ეს რა თქმა უნდა მოკლედ დღეს ჩემი სტუმარი არის ადიქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათა ასათიანი. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან და ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ალბათ მე არ მეგულება ადამიანი და ოჯახი, შეიძლება ესე ითქვას, რომელშიც ესეთი პრობლემა არ არის, რასაც დღეს ვისაუბრებთ, ხო, სამწუხაროდ რეალობა მძიმეა. ცოტა დავამძიმებთ დაწყებას, მაგრამ არ ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, რომ მაინც და მაინც რაღაცა პეპლები დაფრინავდნენ ახლა ამ სტუდიაში. კი ბატონო, ჩემი პირველი კითხვა რეალურად პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ყოველნაირი შესწავლების გარეშე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ პირდაპირ დავიწყოთ საუბარი. ჩემი პირველი კითხვა ესეთია, სად გადის ზღვარი მავნეჩვევასა და დამოკიდებულებას შორის? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. საკმაოდ ისეთი კარგი ფორმატია პოდკასტის თავისუფალი საუბარი და მნიშვნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა და იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენ მსმენელებს. ეხლა რაც შეეხება მავნეჩვევას და დამოკიდებულებას და სად გადის ზღვარი. მე უფრო სხვა ტერმინს ვიხმარის, მავნეჩვევა ცოტა მეტად სტიგმას აძლიერებს და ამიტომ ვიხმაროთ საზიანო მოხმარება. და დამოკიდებულება და სად არის ზღვარი, სად იწყება უკვე დამოკიდებულება. საზიანო მოხმარება ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების გარკვეული დოზით, გარკვეული ხანგრძლივობით მოხმარება, როდესაც ის უკვე გარკვეულ ზიანს იწვევს. ზიანი შეიძლება იყოს ფსიქიკური და შეიძლება იყოს ორგანული. ფსიქიკური მაგალითად შფოთვის მომატება, დეპრესია, ძილის დარღვევა, ან ორგანული, თქვათ, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, თუმცა ჯერ კიდევ დამოკიდებულება ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ არის. იმ შემთხვევაში თუ დაზიანება არსებობს, მაინც არ ითვლება ეგ დამოკიდებულება? ჯერ საზიანო მოხმარების შემთხვევაში დამოკიდებულება ჩამოყალიბებული არ არის. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაგრძელების შემდეგ თანდათანობით უკვე ყალიბდება დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შეუმჩნევლად. აი მაგალითად ალკოჰოლის მაგალითი რო ავიღოთ, როდესაც ადამიანი მოიხმარს საზიანოთ ალკოჰოლს, ხშირად ამ შემთხვევაში უჩნდება თვითრეგულაციის მოთხოვნილება. ანუ ესეთი აზრები, ნაკლები უნდა ვსვა, რაღაც ბევრი მომივიდა, ასე არ შეიძლება, უნდა შევწყვეტო და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც მაინც გრძელდება ალკოჰოლის მოხმარება, ყალიბდება დამოკიდებულება და ძალიან საინტერესო, რომ ეს თვითრეგულაციის მოთხოვნილება დამოკიდებულების ჩამოყალიბებასთან ერთად აბსოლუტურად ქრება. და როგორც წესი, ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს აქვთ უკრიტიკობა საკუთარი მდგომარეობის მიმართ, ანუ მათ უკვე არ მიაჩნიათ ეს დაავადებად, პრობლემა და აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ დახმარება ითხოვონ, საკმაოდ დიდი დრო ჭირდებათ.
კი, ჩვენ ზოგადად დამოკიდებულებაზე ამ პოდკასტში ბევრჯერ გვისაუბრია, ბევრჯერ ორი ეპიზოდი მაინც მიძღვნილი გვაქვს ამ თემაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თავში როგორც აღნიშნე, ეს ძალიან მძიმე პრობლემაა საქართველოს და როგორც ვიცი, უფრო და უფრო იმატებს და მაგაზე თქვენ უკეთესად ისაუბრებთ. ფსიქოაქტიური ნივთიერებების გარდა, რაც თავში ახსენეთ, დამოკიდებულება როგორი ჩვევა უკაცრავად აღარ თქვა საზიანო მოხმარება, ხო? შეიძლება ვთქვათ იყოს ასევე საჭმელზეც? კი ბატონო, ზოგადად დამოკიდებულება ეს არის ერთი დაავადება, ქრონიკული დაავადება და არ აქვს მნიშვნელობა რაზე იქნება ადამიანი დამოკიდებული. ორი ძირითადი სახის დამოკიდებულება არსებობს, ეს არის ქიმიური დამოკიდებულება, ანუ ფსიქოაქტიური ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რომელზეც პრაქტიკულად ჩვენ უკვე გარკვეულწილად ვისაუბრეთ და არის არაქიმიური დამოკიდებულება, გარკვეულ ქცევებზე დამოკიდებულება. აქ იგულისხმება იგივე საკვებზე დამოკიდებულება, იგულისხმება შოპინგზე დამოკიდებულება, სამსახურზე ეგრეთ წოდებული ვორკოჰოლიკები, სექს დამოკიდებულება და ასე შემდეგ და ასე და რაც თავარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემური, ეს არის გემბლინგი, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. და საინტერესო ის არის, რომ ზოგადად დამოკიდებულებას აქვს ერთი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმი. ეს არ არის ორი სხვადასხვა ფორმა დამოკიდებულების, ორი სხვადასხვა მიზეზით, ორი სხვადასხვა მექანიზმით. და თუ საინტერესო იქნება ამ დამოკიდებულების მექანიზმებზეც ვისაუბროთ. უბრალოდ ესეც სანამ დამოკიდებულების მექანიზმზე გადავალთ, ესე რომ გადავიდეთ, რომ ამ ჩვევიდან როდის გადავდივარ და როდის ითვლება, რომ დამოკიდებულებაში შევდივარ. კი ბატონო, კარგია რომ შემახსენეთ, ეს საკითხი რო არ გამოგჩეს, არსებობს მარტივია საკმაოდ, არ არის ეს რთული, არსებობს დამოკიდებულების კრიტერიუმები, რომელიც მიღებულია დღევანდელი კლასიფიკაციით. 6 ძირითადი კრიტერიუმია, რომელიც არის მარტივი ძალიან. ეს არის ძლიერი გადაულახავი ლტოლვა, ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მაგალითზე ვიტყვი, ლტოლვა, ტოლერანტობის, ანუ ამტანიანობის შეცვლა. ანუ მე არ შემიძლია, რომ მაგალითად პირობითად დავლია და ცუდად ვარ, ყოველი დალევის მერე ცუდად ვარ. არა, ტოლერანტობა იცით რას ნიშნავს? ის რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ადრე თრობის მდგომარეობას იწვევდა, ეხლა ხდება ტოლერანტობის გაზრდა და რაოდენობის მომატება. შემდგომ ტოლერანტობის დაცემა ეს სხვადასხვა სტადიებთან არის დაკავშირებული. ასევე ეს არის აღკვეთის მდგომარეობა, ანუ ეგრეთ წოდებული ლომკა. როდესაც ადამიანი წყვეტს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას, ამ შემთხვევაში ვითარდება აღკვეთის სიმპტომატიკა. კიდევ მნიშვნელოვანია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება მიუხედავად დამღუპველი, ისიც აი ცოტა ისეთი მძიმე სიტყვა, მაგრამ რეალობა ეს არის. მიუხედავად დამღუპველი შედეგებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების უპირატესობა სხვა ქმედებებთან შედარებით. მაგალითად, ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ურჩევნია ადამიანს, ვიდრე ვთქვათ, აი ძალიან კარგ მოგზაურობაში წასვლა. ან სადღაც აი ესე წვეულებაზე წასვლა, ნებისმიერ სხვა სიამოვნების, პოტენციურად სიამოვნების მომნიჭებელი ქმედება მისთვის კარგავს აზრს და მისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. ხო, ბოდიში შემდეგ არის რაოდენობრივი კონტროლი, სიტუაციური კონტროლი და ასე შემდეგ. ეს არის 6 ძირითადი კრიტერიუმი. და ამ ძირითადი კრიტერიუმებიდან 3 თუ არის 1 წლის განმავლობაში უკვე შეგვიძლია დავსვათ დამოკიდებულების. 1 წლის განმავლობაში უკვე შეგვიძლია დამოკიდებულების დიაგნოზი დავსვათ ამ თუ იმ ადამიანს. ხო, ისე მოყევით რაღაც მარტივად და სინამდვილეში ძალიან რთულად არის. საქმე ხო? რთულად არის. რეალურად ხო. მოდით ახლა ავხსნათ თუ შეიძლება რა ხდება ტვინში რაზე არის დამოკიდებულება მიბმული ტვინში, აი რა პროცესები მიმდინარეობს და რატო ვითარდება ეს დამოკიდებულება. ალბათ, ანუ მაქედანაც უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს მარტო გონიათ, რომ ჩვევა და არაფერი და სინამდვილეში ბიოქიმია დგას ამის უკან ძალიან. აუცილებლად ძალიან კარგად დახატეთ ეს სურათი. ეს არ არის მხოლოდ ჩვევა, მით უმეტეს მავნეჩვევა, ან უნებისყოფობა, ან რაღაც ნაკლი და ასე შემდეგ, რასაც ხშირად საზოგადოება სამწუხაროდ ხაზს უსვავს. ამის იქით თქვენ სწორად ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნეიროფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ცვლილებებია. მარტივად ავხსნი, რომ უფრო გასაგები იყოს, ადამიანის თავის ტვინში არის ესეთი სისტემა, დაჯილდოების სისტემა, რომელიც აი დამოკიდებულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. და მისი ძირითადი ნაწილი ეს არის დოფამინერგული მეზოლიმბური გზა. დოფამინი ეს არის ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი ბედნიერების ჰორმონი და დაჯილდოების სისტემა
მონაწილეობს ისეთი ფუნქციების რეგულაციაში, როგორც არის ემოციები, მოთხოვნილება, ლტოლვა, მოტივაცია, დასწავლა და ასე შემდეგ. როდესაც გარედან შემოდის ბუნებრივზე უფრო ძლიერი სტიმული, ამ შემთხვევაში ფსიქოაქტიური ნივთიერება, ადამიანის თავის ტვინში მეზოლიმბურ დოფამინერგულ სისტემაში არის დოფამინერგული პიკები. ანუ დოფამინის არანორმალური ავარდნა, მომატება, რაც დაკავშირებულია ეიფორიასთან. შემდგომ ხდება ამ ეიფორიის ემოციური გამტკიცება, ემოციური მეხსიერების ფიქსირება ამ სიამოვნებაზე. ამ ქცევასთან დაკავშირება და შემდეგ ადამიანს აქვს ამ ქცევის განმეორების ძალიან დიდი მოთხოვნილება და თანდათანობით უკვე ყალიბდება დამოკიდებულება. ეხლა რა ხდება, როდესაც დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბდა და დოფამინერგული სისტემა არის გააქტივებული. თანდათანობით ადამიანის თავის ტვინი იწვევს ამ ზედმეტ დოფამინთან შეგუებას. ამას ქვია ნეიროადაპტაციის პროცესი. და რა ხდება? დოფამინერგული რეცეპტორების რაოდენობის შემცირება, დოფამინის ძლიერებული დაშლა და მისი სინთეზის შემცირება და საბოლოო ჯამში ვიღებთ პირიქით დოფამინერგული სისტემის აქტივაციის შემცირებას, რაც კლინიკურად რა შევლინდება? ეს არის სიამოვნების მიღების უნარობა და ძლიერი მოთხოვნილება ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ხდებიან უკვე დამოკიდებულები, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ძირითადად თანდათანობით ხდება ბუნებრივი ფაქტორების სიამოვნების მიღების შემცირება და საბოლოო ჯამში საერთოდ დაკარგვა მათი, რასაც ანჰედონია ეწოდება. ხო, და ჩვენ გვისაუბრია სტუმრებთან ერთად, ძირითადად მაშინ აღნიშნავენ ადამიანებს, რომ ვერაფერს ვეღარ ვგრძნავ. სამწუხაროდ ესეა. თქვენს ქონიათ ალბათ ეგეთი ემოციური სიცარიელე, რისი შევსებისთვისაც ისინი იძულებულები არიან მოიხმარონ ფსიქოაქტიური ნივთიერება. ეს არ არის ამ ეტაპზე უკვე ეს მათი არჩევანი არ არის. მათ სხვა გამოსავალი აღარ აქვს. აქ სხვა სისტემებიც მუშაობს, სტრესის სისტემა მაგალითად თუ გნებავთ ამაზეც ვისაუბროთ. აუცილებლად მოვისაუბროთ. გარდა იმისა, რომ მოქმედებს დაჯილდოების სისტემაზე, ადამიანის თავის ტვინში და ორგანიზმში არის ესეთი სტრესის სისტემა, რომელიც ძირითადი ღერძი ეს არის ჰიპოთალამუს, ჰიპოფიზ, თირკმელზე და ჯირკვლის სისტემა. დამოკიდებულების დროს ადგილი აქვს ამ სტრესის სისტემის ქრონიკულად გააქტივებას. კიდე არის ამიგდალა და სხვადასხვა სტრუქტურები მათ გააქტიურებას და საბოლოო ჯამში კორტიზოლი, რომელიც არის ძირითადი სტრეს ჰორმონი, მისი რაოდენობის მომატებას აქვს ადგილი. და რა ხდება? ადამიანი არის ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში ადამიანი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს უკვე სიამოვნების გამო კი არ იღებს, არამედ სტრესის და ნეგატიური სიმპტომატიკის მოხსნისთვის. ანუ ნორმა ხდება დისკომფორტი, ფსიქოაქტიური ნივთიერება კი ამ დისკომფორტის მოხსნის სამწუხაროდ ერთადერთი საშუალება. ეს არის ეგრეთ წოდებული გაყუჩება, ხო? ეს არის რეალობა, კი. რომ მაგითი გაიყუჩა. სამწუხაროდ ასეა. კი ბატონო, აი ეხა შემდეგი ალბათ ყველას რაც ექნება კითხვა და მეც მაქვს კითხვა, დამოკიდებული ადამიანი ხდება რომ უკვე აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის, მაგრამ აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც ვაკეთებ აი ეს ფრაზა რა, აღარ მსიამოვნებს. პირობითად მარტო ნივთიერებაზე რო არ ვისაუბროთ, მაგალითად ჭამა აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა ვჭამო, აღარ მსიამოვნებს, არ ვიცი, სექსი, მაგრამ მაინც მინდა რომ მქონდეს, აღარ მსიამოვნებს მოწევა, მაგრამ მაინც ვეწევი. აი ეს რა არის? ეს არის დამოკიდებულება, რაზეც ჩვენ პრაქტიკულად ვისაუბროთ, როდესაც ადამიანი უკვე ხდება დაავადებული, დამოკიდებული ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ის უბრალოდ ღებულობს ამ საშუალებებს, იმის გამო კი აქ უკვე სიამოვნებაზე, ეიფორიაზე საუბარი აღარ არის. აქ არის უბრალოდ ნორმალურ დონემდე რომ ავიდეს ადამიანი და საბოლოო ჯამში ნორმალურ დონემდეც ვეღარ ადის, ნორმის ქვემოთ რომ იყოს, ამისთვის მოიხმარს ადამიანი უკვე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ან ახორციელებს გარკვეულ სხვადასხვა ქცევებს, რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. Აიცით რა არის, სულ მაქვს ხოლმე ეგეთი, სულ მინდა ვთქვა, როცა ამ თემას ვეხებით, რომ მე მაინც მგონია, არ არის დიდი ხანი ამ თემაზე და ჩვენ კი ალბათ მგონია რომ ადამიანებს დიდი ხანი ამ თემაზე ვსაუბრობთ, მე მგონია ალბათ, იმიტომ რომ ხშირად ვეხები ხოლმე ამ საკითხს, მაგრამ დიდი ხანი არ ვსაუბრობთ ამ
დაავადებაზე და საზოგადოება მაინც ჯერ კიდევ ვერ აღიქვავს, ესე მგონია, რომ ეს არის დაავადება. კი, ნამდვილად ეს შეგნება სამწუხაროდ არ გვაქვს და ვუყურებს ნებისმიერ დამოკიდებულ ადამიანს, რომ აი რაღაცა ერთობა და თავი გაიფუჭა და რაღაცა უნების ყოფოა და ასე შემდეგ. და აი რაღაცა წრე შეცვალოს და ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ და რეალურად ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ სიმსივნა როცა აქ ადამიანს რომ მკურნალობა ჭირდება, ჩემთვის პედად უკვე ამდენი ინფორმაციის ფონზე აგიხმება, რომ დამოკიდებულ ადამიანსაც ზუსტად იგივენერია ჭირდება მკურნალობა გვერდში დგომა და არა დარწხვენა, ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, შემდეგი ჩემი კითხვა არის, რომ არის თუ არა გარემო ტრიგერი, როდესაც დამოკიდებული არის ადამიანი, რა როგორ ახდენს გარემოზე გავლენას და აი ვთქვათ, მე მკურნალობაზე მე გადავალთ, მაგრამ აი ზოგადად გარემო რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ. გარემოც რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრიგერი და ჩვენ რო ვისაუბრეთ მექანიზმებზე, იქ იყო სტრესის სისტემის გააქტიურება და ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვანს რასაც იწვევს, ეს არის ტრიგერებზე მოწყვლადობის გაზრდა, ანუ ტრიგერებზე რეაგირება, რა უფრო მეტად. ერთ-ერთი ტრიგერი ზუსტად გარემოა. აი გარკვეულ გარემოში მოხვედრა, ან მუსიკის მოსმენა, ან რაღაცა ისეთი სიტუაცია, რაც დაკავშირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან პირდაპირ იწვევს ულტოლვის გამძაფრებას. ეს ხდება ზოგ შემთხვევაში გათვითცნობიერებულ, ზოგ შემთხვევაში გაუთვითცნობიერებულ. აი პირობით რეფლექსური ხასიათი აქვს პრაქტიკულად. აი მაგალითად პირობითად ავიღოთ ისე ერთი სიგარეტის მოწევაზე შეგვიძლია ავიღოთ, როდესაც ხარ რაღაც წრეში, ვისაც ვინც სიგარეტს ეწევს გამოცდილება იქნება და დარწმუნებულად დამეთანხმებით, რომ ხარ რაღაც წრეში დაანებე თავი, მაგრამ აი რაღაც წრეში მოხდი და რაღაცა და ისენს ეს გახსენდება რა კარგია თუ რაღაცა და იმ წუთას შეიძლება აიღო და მოწე ისე რომ ვერ ხვდები რომ თითქოს შენ არ გააკეთე შენ ორგანიზმმა ხელი თავისი წავიდა ხო? ავტომატურად მოხდა, ავტომატურად და შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მერე გაათვითცნობი, ან საერთოდ ვერ გაათვითცნობი. არსებობს ესეთი ცნება ჯგუფური დამოკიდებულებაც, მაგალითად მარიხუანის შემთხვევაში არსებობს, როდესაც ადამიანს უყალიბდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მხოლოდ ამ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში უჩნდება მარიხუანის მოხმარების მოთხოვნილება და ამ ჯგუფის გარეთ ამ ეტაპზე არა ყოველ შემთხვევაში. ეს ხშირია? ხშირია, სხვათა შორის არა, ესეთი. ამართლა, ჩემთვის ეცით როგორ არის, აი თუ დამოკიდებულება, ჩემი გონება ესე ფიქრობს, თუ დამოკიდებულება მაგ იმ ჯგუფში ვიქნები, თუ ამ ჯგუფში ვიქნები, მაგრამ მე დამოკიდებულება მე მინდა ის რაღაცა და აი მეკეტება უკვე გონება ყველანაირად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულება რა ეტაპზეა. როდესაც არის დასაწყისი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, თქვათ მარიხუანაზე ვსაუბრობთ და ვიტყვი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დასაწყისი, აი პირველ ეტაპზე ხდება ეს ჯგუფური დამოკიდებულება. თუმცა შემდგომ როცა აგრძელებს ადამიანი მარიხუანის მოხმარებას, აქ უკვე რა ჯგუფსა დამოკიდებულებაზეა საუბარი, ყალიბდება ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თავის გართულებებით, ჯგუფის გარეშეც, მარტოც, ერთადერთი მისი мотиваცია ადამიანის მარიხუანის მოხმარება ხდება საერთოდ სხვა სურვილებს, ემოციებს, мотиваციას, მიზნებს აბსოლუტურად აკარგვინებს ადამიანს, რასაც ამოტივაციური სინდრომი ქვია და ადამიანის ერთადერთი მოთხოვნილება, ეს არის მარიხუანას მოხმარება იგივე, რომ გარკვეულწილად ეს თავისი დისკომფორტი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შეივსოს და მოიხმაროს ეს ფსიქოაქტიური საშუალება. ორ მაგალითს მოვყვები შეიძლება საინტერესო იყოს. ერთი იყო რომ მარიხუანას აი ეს დამოკიდებულება რა ძლიერი შეიძლება იყოს. ერთხელ მახსოვს ერთ-ერთმა ადამიანმა მოკლედ მითხრა რომ სადღაც ვიყავით რა დაბადების დღეზე დიდი ეს შეკრება იყო და მე ხაო ნუ აი ძალიან მინდაო რომ მოვწიო რომ მარიხუანაო და მოთხარი რა ვიცი ხარ ის დაგეხმარვარ მეთქი მაგრამ და ნუ მოკლედ ვიღაც მოვიდა მოიტანა ეს მარიხუანა მან მოწია და მითხრა ესეთი რაღაც რომ ჩემზე ვეხაო ამასო ზეგავლენა საერთოდ არ ქონიაო მაგრამ რომ ვიციო რომ მოვწიეო უკვე წყნარად რა თქმა უნდა. ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. კი, ეს არის პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება მარიხუანას აბსოლუტურად არანაირი ეფექტი არ ქონდა, უბრალოდ ამ ეტაპზე ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტის ან პირიქით დისკომფორტის მოსახსნელად მას ეს სჭირდებოდა. ხო, და ნუ ბევრი ვიცი, რომლებიც მაგალითად ვერ იძინებენ, რომ არ ერთ მაგალითს მოგიყვებით ახლა ადამიანების შესახებ მიზეზებზე თუ გადავალ და ამ შემდეგ მე მყავდა მეგობარი,
ძალიან სიმპათიური, ძალიან კარგი იუმორით. მასთან კომპანია იყო ძალიან დიდი სიამოვნება. ბევრს ვიცინოდით, ძალიან კარგ დროს ვატარებდით. თვითონაც იცინოდა სხვათა შორის, ისე არ იყო რომ მხოლოდ ჩვენ მხიარულობდით, თუმცა მას ყოველთვის ეტყობოდა, რომ შინაგანად იყო მაინც უბედური. წარმოვიდგინეთ, ადამიანი იცინის, მაგრამ შინაგანად არის სრულ დისკომფორტი, ხო, შინაგანი სიცარიელი. და შემდეგ როცა გავიდა დრო და მე უკვე გავხდი ნარკოლოგი და მქონდა უკვე არა როგორც მეგობართანაც და პაციენტთან, მან მომიყვა ესეთი რაღაცა. ეს ასე იყო ნამდვილად დაადასტურა, რომ მე ყოველთვის შინაგანად დისკომფორტში ვიყავი და როდესაც პირველად მოვიხმარე ფსიქოაქტიური ნივთიერება, მაშინვე მივხვდი, რომ ამით დამთავრებული ყველაფერი, მე ამას ვეღარასდროს დავანებებდი თავს, იმიტომ რომ ის რაღაცა თანდაყოლილი ნეიროფიზიოლოგიური დეფიციტი რაც ჰქონდა, სამწუხაროდ მას არჩევანიც არ ჰქონდა. ეს არ იყო მისი დანაშაული, ეს იყო მისი ხსნა. ეს იყო მისი გადარჩენა ამ საკუთარი სიცარიელი, საკუთარი დისკომფორტის და მოხმარების შედეგად მან გარკვეულწილად შეივსო ეს დეფიციტი და სხვა შორის ეს ამბავი სამწუხაროდ ცუდათაც დამთავრდა, რაც არის ჩემი ძალიან დიდი ტრაუმა, თუმცა ეს არის რეალობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ხშირ თანდაყოლილი გარკვეული ნეიროფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური თავისებურებები უბიძგებენ ამა თუ იმ სარისკო ქცევის. ეს იქნება ფსიქოაქტიური ნივთიერებები, აზარტული თამაშები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით რა არის, პრინციპში გავაგრძელოთ ეგ თემა, იმიტომ რომ მე მყავდა პირველად ამ თემას შევეხეთ ერთი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ დამოკიდებულება როდის ვითარდება თქო რა და ესეთი პასუხი გამოსცა, რომ მუცელშიო. ხო, აი თქვენ ახლა ნარკოლოგი ხართ და ადიქტოლოგი, რაც მარტო ნივთიერებას დამოკიდებულებას არ გულისხმობს, ფართო ჭრილი აქვს ხო ამ ადიქციას სამწუხაროდ, რა ხანახან ხომ შეიძლება წყალზეც კი დამოკიდებული იყო, თუ არ მოიხმარ ისე როგორც რაღაცა დოზირებულად და რაღაცას გავნებს, ხო? აი, ეთანხმებით მაგას, რომ დამოკიდებულება მუცელში ვითარდება? ვეთანხმები. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ზოგადად დამოკიდებულების მიზეზებზე თუ გადავალთ, ეს არ არის ერთი მიზეზი. არ არის ერთი მიზეზი, რომ იყოს უფრო მარტივად იქნებოდა საქმე, ამ მიზეზზე მოახდენდით ფოკუსირებას, ვიმუშავებდით და შედეგსაც მივიღებდით. თუმცა უამრავი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის გენეტიკური განწყობა. ანუ ეს თავისებურებები, რომელიც ადამიანს უკვე თანდაყოლილად აქვს. რაც ხშირ შემთხვევაში ხდება შემდგომ დამოკიდებულების განვითარების მიზეზი. აი მაგალითად ბოდიში გაწყვეტინებთ, მაგრამ უნდა შეგეკითხოთ, მაგალითად რა არის ისეთი რაღაც, რითაც ადამიანი დაიბადება და ეს რაღაც გენეტიკური განწყობა მოყვება. ანუ მისი მშობლები შეიძლება იყვნენ მომხმარებლები ან დამოკიდებულები და მას ავტომატურად ეს მოყვება თუ აი როგორ ხდება? შეიძლება, რა თქმა უნდა, გენეტიკური განწყობაში პირველ რიგში იგულისხმება მემკვიდრული დატვირთვა. რასაც საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს და არ მინდა ახლა დავამძიმო და მოკლედ ამ პროცენტებზე ვისაუბრო. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის გენეტიკური მემკვიდრული განწყობა. სხვა მხრივ არის იმაზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, გარკვეული ნეირომედიატორული ფიზიოლოგიური დეფიციტი, იგივე დაჯილდოების სისტემის დისფუნქცია, რამაც შეიძლება აიძულოს ადამიანი სხვადასხვა ქმედებებისკენ, რომ შეივსოს ეს დეფიციტი. კიდევ არა მარტო გენეტიკა, ფსიქოლოგიური თავისებურებები, ვთქვათ, აი ბავშვობაში ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, მიდრეკილება ტყუილებისკენ, გადახრილი ქცევა, აი დევიაციურ ქცევას ეძახიან. მოზარდობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასების დეფიციტი. ან დიდი ნაპრალი საკუთარ შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის, როცა ვერ აღწევ იმას, რაც შენ არ შეგიძლია, ეს თვითშეფასების დაცემას იწვევს და შემდგომ გამოსავალი არის გაქცევა და გაქცევის ყველაზე კარგი საშუალება ფსიქოაქტიური ნივთიერება. და ზოგადად მარტივად რო გითხრათ, ეს ადამიანები სიყვარულის დეფიციტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
და ეს ადამიანები, რომელსაც არ აქვს ბედნიერების უნარი, ხშირად ცდილობენ, რომ ბედნიერება იყიდონ. მაგრამ ბედნიერება არ იყიდება, ბედნიერება არის დასწავლადი. ჩვენ შეიძლება არ დავიბადოთ ისეთი გაბედნიერებული, თუმცა შეიძლება ადამიანმა გამოიმუშაოს უნარი, რომ აქ და ამჟამად იყოს ბედნიერი და არ მოახდინოს უარყოფითზე ორიენტირება პირიქით პატარ-პატარა დეტალებით, რაც ქმნის შემდგომ მთლიანად ბედნიერებას, ამით მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან. უბრალოდ ხა თვალების მისწრებლიან და არ ვიცი შემჩნევ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გამახსენდა აი ამ ჩამოთვლილ რაღაცაში და მაგას ვამბობ ხოლმე და ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება ხანდახან ადამიანების არჩევანი საერთოდ არ არის და ეს რაღაცის გამო აი ესე მოხდა რა, იმ როგორც რაღაც ლატარიას რა ქვია იმას, რომ თამაშობენ, რომ ჩავარდება ბურთი, ალბათ ეგეთი რაღაცა არის და ძალიან რთულია, რომ აი უთხრა ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში სიყვარული არ მიუღია, ეხა შენ ეცადე რომ ბედნიერი იყავი და მაგას დაანებე თავი და შენ ბედნიერი იყავი, ძალიან რთული. ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს რა, რომელიც დამოკიდებულ ადამიანს ალბათ დამეთანხმებით, რომ ფაქტობრივად არ აქვს, ხო? ხშირ შემთხვევაში მე ხო ამ პაციენტებთან, ბენეფიციარებთან ყოველდღიური შეხება მაქვს და ბევრმა ვინც გაათვითცნობიერა პრობლემა, ბევრმა თქვა რომ მე დავიბადე დამოკიდებულად. მე არ მქონდა არჩევანი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის ის რომ ბავშვობაში არსებული ცვლილებები გარკვეული დარღვევების შემდგომ გიბიძგებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ ამის გათვითცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება შემდგომ ამაზე მუშაობა ამის თავიდან გადამუშავება სწორად გაანალიზება გადამუშავება და შემდგომ გარკვეული სწორი დახმარების ინფორმაცია მიღება და შესაძლებელია ამის გადალახვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ არის გენეტიკური დატვირთვა, ფსიქოლოგიური თავისებურებები, თუ ადამიანმა შეძლო საკუთარ თავზე მუშაობა, მიიღო მნიშვნელოვანი სწორი დახმარება, ამის გადამუშავება და გადალახვა შესაძლებელია და უამრავი მაგალითი მაქვს სხვათა შორის ამის. აი ბოლოს უკუყურებაზე გადავალს იქ აუცილებლად მოგვიყევით ეგეთი მაგალითები, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელს რომელიც ახლა ამ დაავადებას ებრძვის იყოს კარგი მოსასმენი, ანუ იმედის მომცემი მოსასმენი და ძალის მიმცემი რა შეძლებს. უბრალოდ სანამ ყველაფერზე გადავალ ერთი კითხვა მაქვს. ესეთი მოსაზრება არსებობდა და ეხლა თუ არსებობს არ ვიცი რომ 21 დღე არის ის დღეების რაოდენობა, როდესაც ძველი ჩვევა შეგიძლია ახლით ჩანაცვლო, ან ძველი ჩვევა უბრალოდ აღარ იყოს რა. და სადღაც წავიკითხე რა კვლევა არსებობს 21 დღე არ არის მართალი ამბავია და მინიმუმ 66 დღე გჭირდება იმისთვის რომ ეს ყველაფერი სხვანაირად იყოს და რას გვეუბნება მედიცინა, ანუ დაკვირვება. ამ სფეროში საერთოდ სფეროში უამრავი მითია გავრცელებული და მათ შორის ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და ვერაფრით ვერ იქნება რაღაცა გამოთვლილი ზუსტი ციფრები. ეს გამორიცხულია. ანუ ჩვევის შეცვლაზეა საუბარი, აბსოლუტურად ინდივიდუალურია და როდესაც დამოკიდებულებაზე თუ ვისაუბრებთ, ვთქვათ, ჩანაცვლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც ადამიანი დამოკიდებულია, ვთქვათ, იმ კურნალა, გამოვიდა მდგომარეობიდან, მაინც შინაგანი სიცარიელე რჩება. პირველ ეტაპზე მას აქვს სიამოვნების მიღების დეფიციტი, შინაგანი სიცარიელი და სულიერი ტკივილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სულიერი ტკივილის გაყუჩებისთვის ბევრი ადამიანი მოიხმარს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, როდესაც გადალახავს ამ პერიოდს აბსოლუტურად ყველაზე რჩება. და ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც თანდათანობით, რაღაცა ისეთი ქმედებების განხორციელება, ჩანაცვლება, რომ ადამიანის ორგანიზმი არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კომპენსატორული სისტემა. როდესაც ადამიანის ორგანიზმი ხედავს, რომ გარედან აღარ შემოდის ეს ძლიერი სტიმულები, ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ნელ-ნელა თანდათანობით იწყებს გამომუშავებას, ისევ აღდგება ეს ბედნიერების
ჰორმონები. რა თქმა უნდა, სწრაფად არ ხდება, თუმცა ეს აუცილებლად ხდება და ეს ადამიანები ნელ-ნელა იწყებენ ფერების აღქმას. ადრე იყვნენ ნაცრისფერ რეალობაში, ხე იწყებენ ფერების აღქმას, აღმოაჩენენ, რომ შვილები გაეზარდათ, აღმოაჩენენ, რომ ლამაზი ცოლი ყავთ, აღმოაჩენენ, რომ რა ბედნიერება, რომ როცა მზე ჩადეს, როგორი ლამაზია და თანდათანობით იწყებენ ამ ყველაფრის აღქმას და ეს არის ისეთი სასიამოვნო თვითონ ბენეფიცია, სიფხიზლის кайფი ქვია სხვათა შორის ამას და თვითონ ჩვენთვისაც ექიმებისთვის, როცა ამას ხედავ, რომ ადამიანი უბრუნდება ცხოვრებას, ადამიანი იწყებს ცარიელი ადამიანი თანდათანობით ივსება ემოციები. ეს არის ინდივიდუალური მესმის, მაგრამ საშუალოდ რო ვთქვათ შეგვიძლია თუ ეგეთ რაღაც არ არსებობს. არის ადამიანზე რამდენად მოტივირებულია, რამდენად არის ეს ფიზიოლოგიური მექანიზმები, ვერ ვიტყვეთ რა, შეცდომაზეში არ მინდა შევიყვანო. თუმცა ამას ძალიან დიდი დროც არ ჭირდება, ეს თავიდანვე იწყება, თანდათანობით ძლიერდება და აუცილებლად ხდება, რაც მთავარია. ამიტომ არ მინდა დამოკიდებულმა ადამიანებმა იმედი დაკარგონ, თუ გადაწყვეტავენ, ამ ყველაფრის დაბრუნების საშუალება არსებობს, ემოციების დაბრუნების საშუალება არსებობს. კი, ასევე მეორე მაგალითის მოვყვები აქ. მოკლედ დაახლოებით 3 თვეზე მეტია გასული, 3 თვის წინ, არ მახსოვს, მე მგონი მოვუყევი, მაგრამ კიდე მოვუყევი. გადავწყვიტე, რომ შაქარი ამომეღო რაციონიდან. ეს გადაწყვეტილება არ იყო, იმიტომ რომ მაგალითად ან ქავს უხდი ან რაღაცა ხელი შემიშალა. მივხვდი, რომ შაქარზე დამოკიდებულება ჩემთვის გადაიქცა, შაქარი თვითონ ტკბილეული შაქარი ხა გრანულებს არ მგულისხმობ. ტკბილეული გადაიქცა დაჯილდოების მექანიზმად ჩემთვის. და რა ვგულისხმობ, რომ მაგალითად პოდკასტის კეთება მოითხოვს ძალიან დიდ შრომას რა. თან მე არ მყავს დამხმარეები, მარტო ვაკეთებ ამ ყველაფერს და როგორ ვიყავ იცით, რომ ძალიან რო ვიღლებოდი, ვერ ვუტყდებოდი, ჩემ თავს ვერ დავიღალე და რაღაცა ტკბილეულ შევჭამდი, გავაგრძელებდი მუშაობას, ჩაწერას რომ მორჩებოდი, აუცილებლად აი თქოს ეს ჯილდო გამეჩავი მეთქვა, რომ კაი გოგო ხარ, კაი. მოგეთ ეს დავაფიქსირე დიდი ხნის წინ, მაგრამ არ მივაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ეხა ესეა საჭირო, ამ საქმეს ესე ჭირდება, თქო ესე გადავწყვიტე. მაგრამ იმ მომენტამდე, როცა უკვე შევწუხდი, აი ეს გაუთავებელი ფიქრი იწყებოდა, რომ ეხა რომ ის უნდა გავაკეთო შევჭამე. მივხვდი, რომ აბა გვანცა ეხა გაჩერდი, შეჩერდი, დაამთავრე. და ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ 30 დღის განმავლობაში შაქარს არ მივიღებდი. პირველი რაღაცა 4 დღე თუ 5 დღე ძალიან ძიმე იყო გულწრფელად რო გითხრათ, აი ლომკას რასაც ეძახიან, ეგ იყო, რომ აი მინდოდა, ძალიან მინდოდა. და მე ვხმობ ხოლმე, რომ მე დაიწყო 6-4. სიფხიზლის кайფი, რომ ანუ აღარ მქონდა ესე განწყობის ცვალებადობა ესეთი, რომ ხან ქვემოთ ვიყავი, ხან ზემოთ ვიყავი და რაღაც მჭირდებოდა, რომ ეს და უბრალოდ აი ნახეთ, ჯერ როგორ დავიწყე, რომ როდესაც ვიღლებოდი, ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ გვანც დაიღალე ხა შენ, დაისვენე ცოტა ხანი, არაფერი არ გაშავდება ამით, დაისვენე და გააგრძელებ მერე საქმეს. მაგრამ ჩვევა რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, არ ვიცი, თითქმის 2 წლის განმავლობაში, ეს ხო სადღაც დარჩა, ანუ ეს არ მიდიოდა რა. ამიტომ ეს მეორე იყო, მე ცოტა ესეთი გზით წავედი, რომ ავუკრძალე ჩემ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაამართლა. და რა ვგულისხმობ? გამოგივიდა. ხო, აი ნახეთ როგორ იყო ეს მომენტი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცა გავიდა, მე რაღაცა მომენტში დაბრუნდა, ეს რომ ისევ ძალიან მომენტი, რაღაც სტრესული მომენტი, როგორც კი გაიჩნდა ეგრევე ძალიან მომენტი, მაგრამ მე უცებ ამან გაიარა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ჩემ თავს ვაკონტროლებდი, ჩემ ფიქრებს ვაკონტროლებდი და გაიარა. და მე მქონდა ჩემ თავთან, რომ ეხა სამოგზაუროდ რო წახვალ, იქ არ შეჭამ რამე ტკბილეულს, იქაურს და ვიყავი სამოგზაუროდ წასული, გავსინჯე იქაური ტკბილეული, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ დავბრუნდი საქართველოში. არ გამჩენი, ანუ არაფერი ის, რაც იყო იმ წლების განმავლობაში, ის არ დაბრუნებულა. აი აქ ეს მაგალითი თუ შეგვიძლია რომ გავშალოთ. აი ვიკითხეთ ეს 21 დღე თუ რაღაცა, აი თქვათ, თორსა ნივთიერებებს ვეთხოვეთ მესმის, რომ ის აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობა და რა მოსატანია ის მაგალითი, რასაც ახლა მეუყვები, მაგრამ აი შეიძლება იყოს იგივე სიგარეტთან დამოკიდებულებაში, ხო? აი ამ შემთხვევაში რა ხდება, როცა მძიმე ნივთიერებებს არ ვეხევით, მაგ შემთხვევაშიც აი დღეებს არა აქვს მნიშვნელობა? დღეებს იმ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, თუ დამოკიდებულებაზეა საუბარი, ფიზიკურ დამოკიდებულებაზე განსაკუთრებით, ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების შეწყვეტის შემდეგ იწყება, როგორც
უკვე აღნიშნეთ, ლომგა ეგრეთ წოდებული. ანუ აღქვათ ეს მდგომარეობა და მწვავე პერიოდი როგორც წესი ყველაზე უფრო მძიმეა. დაახლოებით ეს არის გააჩნია ნივთიერებას, დაახლოებით ეს არის 7 დღიდან 20 დღემდე საშუალოდ, მოკლედ და ეს არის ყველაზე მძიმე. ამის შემდეგ უკვე ხდება მწვავე პერიოდის გადასვლა და თქვენ მწვავე პერიოდში გადადიხარ, როცა არის შედარებით ისეთი ნაკლებად გამოხატული ნარჩენი მოვლენები. თუ ამას გულისხმობთ, ნამდვილად არის ყველაზე მწვავე პერიოდი, რომლის გადალახვა ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის დასაწყისი. სწორი მიდგომის, სწორი მკურნალობის დასაწყისი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც დეტოქსიკაციასაც ვუწოდებთ, ეს არის აღკვეთის მდგომარეობის გადატანის პროცესი. და დეტოქსიკაცია გრძელდება სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, ეს დაკავშირებულია იმ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასაც, რომელსაც ადამიანი მოიხმარდა. ყველაზე უფრო ხანმოკლე მაინც არის ალკოჰოლთან დაკავშირებით და შემდეგ იზრდება და იზრდება, კი ბატონო. როდესაც სახლზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ გახსენდება. სახლი არის ადგილი, სადაც შენ გნიშნს მომავალს, შენს სიმშვიდეს და შენს ცხოვრებას. და ამას გვთავაზობს მეტროპოლი, დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას. მეტროპოლი გეხმარება იპოვო შენი სახლი, რომელიც შეესაბამება შენი ცხოვრების სტილს და სურვილებს. მეტროპოლი სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. მეტროპოლის პროექტების ნახვა შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში დართულ ლინკზე. ეხლა ვახსენე თამბაქო, სიგარეტის, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი არსებობს საქართველოში და მსოფლიოში ალბათ. რატომ არის თამბაქოს პირდაპირ გადაგდება ესეთი რთული მექანიზმი? ანუ თქო იგივე მუშაობს ყველაფერი, რაც ნივთიერებასთან დაკავშირებით, თუ აქ რაღაცა სხვაც ერთვება, თუ აი რაღაც, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველას უჭირს და მე მყავს ნაცნობები, რომლებიც იძახიან, რომ აი არ ეწევიან მაგალითად 2 წელი პირობითად და ამბობენ, რომ ყოველდღე ეფიქრებათ. კი. ნამდვილად ასეა. თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ერთ-ერთი ყველაზე საზიანო პროდუქტი. მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება თამბაქოს გამო, თამბაქოს მოხმარების გამო, სიგარეტის მოწვევის გამო. მაშინ როდესაც ალკოჰოლის შემთხვევაში ეს არის ალკოჰოლიც ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ფსიქოაქტიური ნივთიერება და ალკოჰოლის შემთხვევაში 3 მილიონი დაახლოებით ადამიანი, ხო? ანუ სიკვდილიანობის 8 ძირითადი მიზეზიდან 6 დაკავშირებულია სიგარეტის მოწევასთან. ეხლა რატო არის ასე ძნელი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა? ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას, ნიკოტინი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება. თამბაქოს მოხმარების მოტივატორი როგორც წესი არის ნიკოტინი. ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული მასტიმულირებელი, დამამშვიდებელი ეფექტი და ამის გამოც იწყებენ რეალურად სიგარეტის მოწევას. და თანდათანობით ყალიბდება დამოკიდებულება და ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის მარტივი საკითხი. საკმაოდ ძლიერი დამოკიდებულების პოტენციალი აქვს, როგორც აღნიშნე, მოკლედ. ბევრს აქვს სურვილი, ბევრს აქვს ამისი ძალიან გამოხატული მიზეზი. აი მაგალითად ფილტვის კიბოს მქონე ადამიანს მე ძალიან ბევრს ვიცნობ. ხო, რომლისთვისაც აბსოლუტურად აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ისინი მაინც აგრძელებენ სიგარეტის მოწევას, თუ ან ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შეჩერდებიან და შემდეგ ისევ ხდება მოხმარების განახლება. ანუ დამოკიდებულების პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს ნიკოტინს. დამოკიდებულება არის სხვადასხვა სახის. ეს არის ამაზე მანამდეც ვისაუბრეთ, ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ფიზიოლოგიური, ანუ ფიზიკური დამოკიდებულება და ქცევაზე დამოკიდებულება, რომელსაც ესეთი რიტუალური ხასიათი აქვს. აი ეს ჩვევის მომენტი, ასევე ჯგუფი, აი თქვათ იგივე ყავასთან ერთად მოხმარება, ეს რიტუალური ხასიათი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არც ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის უვნებელი. ამაზე შევთანხმდეთ და მე როგორც ადიქტოლოგმა ეს ძალიან კარგად ვიცი. თუმცა განსხვავებები მაინც არსებობს. რა თქმა უნდა, ეხლა თუ ჩვენ მსმენელს ვეტყვით, რომ ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ერთნაირად საზიანო და არ მოიხმარო, ეს დამტკიცებულია, მოკლედ, რომ აკრძალვა, პირდაპირ ყველაფრის აკრძალვა არ მუშაობს, პირიქით შეიძლება მაპროვოცირებელიც იყოს.
ანუ დამოკიდებულებას იწვევს საკმაოდ ძლიერს, თუმცა თვითონ დამოკიდებულება არ მიდის ისე ავთვისებიანად, როგორც თქვათ, ალკოჰოლის შემთხვევაში, ოპიოიდების შემთხვევაში, სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემთხვევაში, აი რაში მარტივად რო გითხრათ. ნიკოტინი არ იწვევს ისეთ ფსიქიკურ აშლილობებს, როგორც არის თქვათ, ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები, ფსიქოზურ აშლილობებს, რასაც თქვათ იწვევს მარიხუანა. არ იწვევს ისე ქცევის და ემოციური დისრეგულაციას, როგორცაც თქვათ იწვევს სხვა ფსიქოაქტივი, მაგალითად ალკოჰოლი. არ იწვევს ქცევის ისე ცვლილებას, აი კრიმინალურ ქცევას, ინტერპერსონალურ ძალადობას და რაც თავი არ იწვევს დეგრადაციას. აი მაგალითად ალკოჰოლი იწვევს ადამიანის დეგრადაციას, სხვათა შორის მარიხუანაც ხანგრძლივი და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში იწვევს დეგრადაციას და არის ესეთი ტერმინი მარიხუანული ჭკუასუსტობა, არსებობს ესეთი ტერმინიც, რასაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ აღიარებენ და უგულველყოფენ ამ პრობლემას. ბოდი შეგულობთ, ანუ ტვინი ვეღარ მუშაობს ისე როგორც მუშაობდა მოხმარებამდე, ხო? სწორედ ეს არის დეგრადაცია, რომელსაც ახასიათებს უკრიტიკობა საკუთარი მდგომარეობის მიმართ. ანუ დამოკიდებულება არის ძლიერი, თუმცა არ აქვს ისეთი გართულებები, რაც ჩვენ უკვე დავახასიათეთ. მაშინ რასთან არის დაკავშირებული ის, რომ თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო პროდუქტი. აქ შემოდის მეორე საკითხი, ეს არის ნიკოტინის მიწოდების გზა. და აქ არის უმნიშვნელოვანესი წვის პროცესი. წვის პროცესის დროს ეს არის ეგზოთერმული პროცესი, სადაც ჟანგბადია საჭირო, მაღალი ტემპერატურაა საჭირო 400-დან მეტი. ამ შემთხვევაში ხდება თამბაქოს სრული მოხმარება, სრული წვა და წარმოიქმნება ფერფლი და კვამლი. კვამლში არის უამრავი ტოქსიური ნივთიერება. ანუ ნიკოტინის გარდა თამბაქოს მოწვევის, სიგარეტის მოწვევის შემთხვევაში წვის შედეგად წარმოიქმნება უამრავი ნივთიერება. დაახლოებით 7000-მდე ნივთიერება. აქედან რასაც ჩვენ ვიღებთ. რასაც ჩვენ ვიღებთ. აქედან 100 დაახლოებით არის მავნე ან პოტენციურად მავნე და 80 არის კანცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი. დანარჩენი არის გულსიზარხვთა სისტემის, სასუნთქის სისტემის დამაზიანებელი ტოქსინები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ნიკოტინი კორელაციაში სიმსივნის განვითარებასთან არ არის და არ დადასტურდა როგორც კანცეროგენი. სამაგიეროდ ეს წვის პროდუქტები არის პირველი რიგის კანცეროგენები, რომელიც განაპირობებენ კიბოს განვითარებას და ის სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, რასაც იწვევს სიგარეტი, ეს არის ძირითადად ფილტვის კიბო, ასევე ფილტვების ობსტრუქციული დაავადება და გულსიზარხვთა სისტემის დაავადებები, მათი ძირითადი გამომწვევი სწორედ არის წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტები. ანუ მარტივია საკითხი, ნიკოტინი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც არ არის რა თქმა უნდა უსაფრთხო და იწვევს დამოკიდებულებას და დამოკიდებულება არის საკმაოდ ძლიერი. თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამომწვევი არის ის ნივთიერებები, ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც დაკავშირებულია მის მიწოდების გზასთან, კერძოდ წვის პროცესთან. და შემდეგი კითხვა მაშინ ისეთი მექნება, რომ ეხლა არის ბაზარზე ძალიან პოპულარული თქო ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ მოკლედ სიგარეტის შემცვლელიც არ არის, სიგარეტი არა და სხვა ნივთიერები მოსახმარი, არ ვიცი. ერთ წერილს უწოდ წავიკითხავ აქ, რომ არ შემეშალოს. ალტერნატიული თამბაქო, ხო, შეგვიძლია ესე ვთქვათ, ნიკოტინის პროდუქტები. ესე შეგვიძლია რომ სწორად ვთქვათ. ეს პროდუქტები, ალტერნატიული თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტები, იგივე ზიანს მატარებელი არის თუ ნაკლებად, თუ აი მაგ შემთხვევაში როგორ არის? ან მიხვდება ხმა ყურებელთა თუ უბრალოდ ბრენდს და ასე შემდეგ არ ვასახელე. რა თქმა უნდა, ჯობია არ დავასახელოთ. ანუ ალბათ გულისხმობთ იმ პროდუქტებს, სადაც წვის პროცესი არ მიმდინარეობს. სწორი კომუნიკაცია არის ის, რომ ნიკოტინის შემცველი ყველა პროდუქტი არის საფრთხის მომცველი. უსაფრთხო ნიკოტინის პროდუქტი არ არსებობს. თუმცა ჩვენ თუ ვიტყვით იმას, რომ ყველა ერთნაირად საზიანოა, სტატუს quo არ შეიცვლება და ადამიანი მოიხმარს ტრადიციულ თამბაქოს, რომელიც
მიმდინარეობს წვის პროცესით და წვა რასთან არის დაკავშირებული ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამას მოყვება ძალიან დიდი ზიანი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ. სწორი რეგულაციის კომუნიკაცია არის ის, რომ ყველა ნიკოტინის შემცველი პროდუქტი არის სამთხის მომცველი, თუმცა საფრთხე არ არის ერთნაირი, ზიანი არ არის ერთნაირი. ზიანი პრაქტიკულად ვერ იქნება ერთნაირი, რადგან ამ პროდუქტებში წვის პროცესი არ მიდის და აქედან გამომდინარე ტოქსიკოლოგიური პროფილი, ანუ ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნა ბევრად უფრო შემცირებულია. და ზუსტად FDA-ის მიდგომაც ეს არის, FDA მიიჩნევს, ეს არ არის ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, FDA მიიჩნევს, რომ ყველა პროდუქტი არის საფრთხის მომცველი, თუმცა ყველაზე უფრო საზიანოდ მიიჩნევს ტრადიციულ თამბაქოს, რომელიც დაკავშირებულია წვასთან და წვის პროდუქტების წარმოქმნასთან. გასაგებია. ზოგადად აი თქვა თამბაქოს დანებების პრაქტიკაში როგორ ფიქრობთ, როგორ უფრო სწორია, რომ ერთიანად თქვა უარი და დაამთავრო, თუ თქვა ნელ-ნელა შეამცირო და ჩამოიყვანო. ესეც ინდივიდუალურია, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაანებოს თამბაქოს თავი, პირველ რიგში ვთავაზობთ მკურნალობის მეთოდებს, რა თქმა უნდა და ჩვენი მიზანი არის ფხიზლად ცხოვრებაზე ორიენტირებული მკურნალობა. პირველ რიგში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის დამოკიდებული და ამის мотиваცია აქვს. ანუ ვთავაზობთ იმ საშუალებებს, რომელიც მოწოდებულია დამტკიცებულებზე დაფუძნებულ მეთოდებს, რასაც უწოდებენ. ეს არის ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც არის ეტალონური პრეპარატი და მთელ მსოფლიოში დანერგილი და გარკვეული გაიდლაინებით მოწოდებული მედიკამენტები. თუ ადამიანს არ აქვს საკმარისი мотиваცია, ან აქვს мотиваცია და არ შეუძლია, მიუხედავად მცდელობის ამან ვერ შეძლო და მიუხედავად ბევრი მიზეზისა ვერ შეძლო სიგარეტისთვის თავის დანება, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია გარკვეული ზიანის შემცირებაზე დავიწყოთ საუბარი. და ზიანის შემცირების სტრატეგიის მიზანი ზუსტად ის არის, რომ ამ სტრატეგიის მომხრეები ათვისნობიერებენ, რომ ზოგადად სარისკო ქცევა ყოველთვის იარსება, სამწუხარო რეალობა. ჩვენ გვინდა რომ არ იყოს და ჩვენ გვინდა რომ ყველა ადამიანი იყოს ფხიზელი, რა თქმა უნდა ვიცხოვროთ ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს დამოკიდებულება, მაგრამ და მასთან დაკავშირებული ზიანი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ამიტომ ამ სტრატეგიის მომხრე ამას ათვისნობიერებენ და ამბობენ, რომ თუ ადამიანმა ვერ შეძლო დამოკიდებულებასთან გამკლავება, ან არ სურს, უბრალოდ არ სურს დამოკიდებულებასთან გამკლავება და მასზე უარის თქმა, მას აქვს უფლება, ინფორმირებული უფლება, არჩევანი გააკეთოს შედარებით, არა უსაფრთხო, შედარებით ნაკლები ზიანის ქმედებაზე. ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. აი, იგივეა ვთქვათ ოპიოიდების შემთხვევაში, ზიანის შემცირების სტრატეგიაც ეს არის, როცა ადამიანი მოიხმას, ვთქვათ, მარტივად გეტყვით ოპიოიდურ ნარკოტიკებს ინტრავენურად, ეს არის დაკავშირებული ზედოზირების მომატებულ რისკთან, ვირუსული ინფექციების გავრცელების, HIV, CCB, ჰეპატიტების რისკთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არ არის ფხიზლად ცხოვრებისთვის მზად და აქვს არაერთი წარუმატებელი მცდელობა, ან უბრალოდ არ სურს და მას სურს გააგრძელოს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, ამ შემთხვევაში ვთავაზობთ ზიანის შემცირების პროგრამას, ეს არის ჩანაცვლებითი თერაპია. იგივე მეთადონით ან სუბუქსონით ჩანაცვლებითი თერაპია, რაც სთავაზობს პერორალურად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და ამ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია, მისი დაცვა, მისი კრიმინალური ქცევის თავიდან არიდება და გარკვეულწილად სოციუმში დაბრუნებაც კი. აი ეს არის ზიანის შემცირების ზოგადი პრინციპი. ანუ მესმის ხო, ანუ გავდივართ იმაზე, მე ჩემი ახლა ტვინით რომ ვთარგმნო, არის ის, რომ გავდივართ იმაზე, რომ არ ვკრძალავთ, როცა ადამიანს ეს არ უნდა რომ აიკრძალოს ბოლომდე, უბრალოდ ძალიან დიდ ზიანი ჩამოყავს უფრო ნაკლებ ზიანზე. თუმცა
დამოკიდებული მაინც ხო შორის ეს დამოკიდებულებაზე სულ ესე ამბობენ ხოლმე სპეციალისტები რომ დამოკიდებულება ესე დაავადება რომელიც არის პროგრესირებადი და ანუ დამოკიდებული აღარ ვარ ამას ვერ იტყვიო რა ანუ სულ ამაში ხარ ამაზეც შემიძლია ჩავშალოთ ეს თემა მოკლედ ჩვენ რო ვისაუბროთ ნეიროფიზიოლოგიურ თავისებურებებზე დამოკიდებულების შემთხვევაში თავის ტვინში ყალიბდება ესეთი პათოლოგიური ბალანსი რომელსაც ალოსტაზი ქვია აი დოფამინის რაოდენობა კლებულობს სტრესის სისტემის ჰიპერაქტივაცია ამაგზნებელი ნეირომედიატორების რაოდენობა მატულობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ალოსტაზი გარკვეულწილად ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარკვეულწილად კი ხდება გარკვეული კომპენსაცია თუმცა მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ადამიანის თავის ტვინის სამწუხაროდ ეს არის ქრონიკული დაავადება და სამწუხაროდ ადამიანის თავის ტვინი ბოლომდე დამოკიდებული რჩება და ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ერთი პატარა ბიძგის შემთხვევაში კვლავ მიდის რეციდივი და ხო ამაზე რეციდივი ბოდიში ჩაგიჭერეთ რეციდივზე უცხოოდ ვისაუბრებთ უბრალოდ ერთი თამბაქოსიც მინდა რომ კითხოთ ბოლომდე რომ გავიაროთ რამდენია ნასაუბრები თამბაქოზე იქიდან აქედან კოლოფსებ რაღაც საშინელი სურათების დახატვით აი ყველანაირი ინფორმაცია არის თითქოს აი ესე თითქოს მაგრამ მაინც ეს მე მგონია რომ დიდი შედეგი მან ფასის გაზრით დაწყებული ყველაფერი დამთავრებული მაგრამ მაინც აი მან და სად მივდივართ რომ ვერ ვხედავთ ზიანს დღეს და ამიტომ გონია რომ 100 წლის მერე არ დადგება? აი რამც არ უნდა ხა თქვენ თქვით 8 მილიონი ადამიანი ხო? აი ეს ხო რაღაც საოცრად დიდი ციფრი არის, რიცხვი არის რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ თითქოს ეს არაფერს არ ცვლის. ხო და რატო არის თამბაქოს შემთხვევაში? იმიტომ რომ ზიანს ვერ ვხედავთ აქ და ახლა და ვავადებთ ამ ზიანს და გონია რომ არასდროს არ დადგება? საერთოდ ზიანის უგულებელყოფა დამოკიდებულების ერთ-ერთი დამახასიათებელი, არა მხოლოდ თამბაქოს შემთხვევაში. რომ დამოკიდებულ ადამიანს და ზოგადად ამ დაავადებას მუდმივად ახლავს ერთი ესეთი ტყუილი, რომ მე ეს არ დამემართება მოკლედ. აი არასწორი თავდაცვის მექანიზმი, რომ ვთქვათ, იმას დაემართა ფილტვის კიბო, მას დაემართა რაღაცა გულსისხლძარღვთა სისტემის ძლიერი პრობლემა. ან ოპიოიდების შემთხვევაში ამ ადამიანს დაემართა ზედურზირება, მაგრამ მე არ დამემართება. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, აკრძალვა, შეშინება, სოციალური იარლიყის მიკერება აქ არ მუშაობს. ერთადერთი მუშაობს პრევენცია და ჩვენ უნდა ვიყოთ მიმართული იმისკენ, რომ ახალგაზრდებმა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ ნიკოტინის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. პრევენცია არ მოიტანს შედეგს დღეს და ხვალ, მაგრამ აუცილებლად მოიტანს მომავალში. ანუ მოვა თაობა, რომელიც უარს იტყვის ამაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის დასრული ადამიანი, რომელიც არის უკვე დამოკიდებული ნიკოტინზე. დამოკიდებულება შევთანხმდით, რომ არის საკმაოდ ძლიერი. მას ან არ აქვს საკმარისი мотиваცია, არ შეუძლია დამოკიდებულებასთან გამკლავება, შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი ზიანის შემცირების თვალსაზრისით, ანუ ისეთი პროდუქტების შეთავაზება, სადაც არ არის წვა, არ არის ამდენად გამოხატული ტოქსიკოლოგიური პროფილი. ამ შემთხვევაში ადამიანს დავიცავთ არა დამოკიდებულებისგან ამას ხაზი უნდა გაუსვა, არამედ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან გარკვეულწილად. ხო, სიტყვაც გვეუბნება, რომ ჩამნაცვლებელია და არა თავისდაბნებელი, ხო? ეს არ არის, შევთანხმდეთ, ეს არ არის ნიკოტინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები. ეს არის ზიანის შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ზიანის შემცირების გარკვეული სტრატეგიის ნაწილი. ისე თუ არსებობს და მე მგონია, რომ ეხლა თქვით ახალ თაობას და რაღაცა, მე მგონია, რომ თამბაქოს მოხმარება ახალგაზრდებში ძალიან, ანუ პატარა დაიწია კიდე უფრო ასაკმა და ქვეყნების მიხედვითაც მგონია რომ დიდი განსხვავება არის მოხმარებაზე რაც უფრო განვითარებულია ქვეყნა მით უფრო იქ თამბაქოს მოხმარება ჩემი დაკვირვებით უბრალოდ ნაკლებად ხდება და რაც უფრო საშუალოდ ან დაბალ განვითარებულია მით უფრო მეტი არის ეს უბრალოდ განათლებასთან ვაკავშირებთ ამ ყველაფერს
ბევრ ფაქტორზე, არა მხოლოდ ერთ-ერთი რა თქმა უნდა განათლება და ცნობიერება, რასაც მნიშვნელობა. სტრესი, ქრონიკული სტრესი, რაც დაბალგანვითარებულ ქვეყნებს ახლავს, ეს არის პირველი მაპროვოცირებელი, თუნდაც ნიკოტინის შემცველი პროდუქტების, სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და ასე შემდეგ. ეს დამტკიცებულია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში დამოკიდებულება ბევრად უფრო მეტად იკიდებს ფეხს, ვიდრე ვთქვათ სხვა ქვეყნებში და იქ სადაც პრევენცია ესე ეფექტურად არ მუშაობს. გამოსავალი მაინც არის პრევენცია. ხო. კი და აი თქვათ ერთი ადამიანი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, რომელიც ბერლინიდან ჩამოვიდა თბილისში, ცოტა ხნით არის ჩამოსული და რაღაცა საუბრობდით რა და დამოკიდებულებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი იქაც და მან მითხრა, რომ ბერლინში მაგალითად რომელიც ახლა ძველმა თაობამ თუ არ იცის, ჩემ ხელა და ჩემზე პატარებმა იციან, რომ საკლუბო სცენა არის საკმაოდ განვითარებული და არის მოკლედ ეს ნივთიერებებით საკმაოდ განვითარებული. თუმცა პოლიტიკა იქ შედარებით და ძალიან სწორად არის ჩემი აზრით, ამის გამო არავის არ იჭერენ, ამის გამო არავის არ შეჯიან. და მან თქვა, რომ არსებობს უფასო სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ძალიან ბევრი, სადაც შეუძლიათ ადამიანებს მივიდნენ, გაიარონ ეს ყველაფერი და ამაში სახელმწიფო ეხმარება, იმიტომ რომ არის უფასო. ჩვენ ქვეყანაში ეს არ ხდება და როგორც მე ვიცი, არის ძალიან ძვირი. როცა არის კერძოზე საუბარი. ხო, ჩვენ კურნალობის მეთოდებაზე გადავალთ და აუცილებლად და მაგას კითხავ და იდეაში ჩემი შემდეგი კითხვა ეგ არის, რომ თანამედროვე მიდგომა რა არის, როცა კურნალობაზე ვლაპარაკობთ, ფსიქოთერაპია ჩართულია, თქვათ მედიცინა ჩართულია, რაღაც თლიანი პროფილი არის ჩართული. ზოგადად დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ხო? თანამედროვე მიდგომა პრევენციაზე გარკვეულწილად ჩვენ ვისაუბრეთ, შემდეგი კომპონენტები ეს არის კურნალობა, რეაბილიტაცია და ზიანის შემცირებაზეც გარკვეულწილად ვისაუბროთ. ეხლა ვისაუბროთ მკურნალობა რეაბილიტაციაზე. ანუ პირველი ეტაპი მკურნალობის ეს არის დეტოქსიკაცია, რაზეც გარკვეულწილად ამაზეც ქონდა მოკლედ საუბარი. პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი დამოკიდებულების მართვის დროს, თუმცა არა საკმარისი, რა თქმა უნდა. თუ დამოკიდებულებას შევხედავთ არასწორად და ეს მითიც არის დღესდღეობითაც ჯერ კიდევ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ მითის დამსხვრევას. ადრე იყო ესეთი დაყენება, რომ თავარია ლომკა გადავაგდო, დანარჩენი მე ვიცი და ასე აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოსდევდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დროს ადამიანი, რომელმაც გადაალახა ახკვეთის მდგომარეობა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის გარეშე ბრუნდება იგივე რეალობაში. იგივე ტრიგერებში, იგივე პრობლემებში, აბსოლუტურად სოციალურად და არაფუნქციონირებადი და განწირულია რეციდივისკენ პრაქტიკულად, ხო? ხშირ შემთხვევაში, არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ამ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ თავიდან ისწავლონ ფხიზლად ცხოვრება. აი, ჩათვალეთ ადამიანი, რომელსაც თავიდან იწყებს, თავიდან იდგავს ფეხს, ეს არის რა, უბრალოდ ეს არის. უნდა ისწავლოს ემოციებთან გამკლავება, ქცევის მართვა, ტრიგერების მართვა. ნელ-ნელა დაიწყოს სიამოვნების მიღება, რაზეც ვისაუბრეთ მოკლედ ჩვენ. შემდგომ ამას უკვე მოყვება სოციალური ფუნქციონირების აღდგენა და ასე შემდეგ. ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და სწორად თქვი ნამდვილად, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში ისეთ საშუალება, რომ ადამიანს კონდეს საშუალება უფასო სერვისი, უფასოდ მიიღოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ეს სერვისი. კურნალობას რაც შეეხება გარკვეული სახელმწიფო დაფინანსებები არსებობს, თუმცა ესეც არ არის ისეთი მასშტაბური, რასაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, თუმცა რაც შეეხება ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, აქ პრაქტიკულად დაფინანსებული რეზიდენტული ცენტრი საქართველოში არ არსებობს. ამ ადამიანებს ხო შეიძლება ისიც მითხრა, რომ ისეთაც მიდიან ადამიანები, რომლებიც აი უბრალოდ უნდათო, რომ არ ვიცი, რაღაც ფსიქოლოგიური დახმარება მიიღონ. უბრალოდ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მედიან რა, რომ იქ იყვნენ იმ ბედნისებს საუბრობ. და უამრავი სერვისია. ქვეყანაში, რომელიც ახლა ძალიან ისე შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ვიტყვი, იმიტომ რომ გონია, რომ აი სიმსივნე გვჭირს მთლიანად ქვეყანას და არავინ ამას თვალს არ უსწორებთ.
რაც შეეხება დამოკიდებულება. დამოკიდებულება არის როგორც თქვენ თქვით, როგორც ნივთიერებაზე, ისე თამბაქოზე, ისე ალკოჰოლზე, ისე საჭმელზეც, ყველაფერზე დამოკიდებულება, გემბლინგზე დამოკიდებულება, ეგ ხო საერთოდ ყვავის. სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება. ყველაფერი გვჭირს, ანუ რაც კი შეიძლება ყველაფერი გვჭირს და რა თქმა უნდა ამისი მთავარი ახსნა ის არის, რომ სასწავლო სტრესულ გარემოში ვართ, აი მე არ ვლაპარაკობ, ოღონდ აი ზუსტად რომ ესმოდეს მაყურებელს, რომ აი მე ანგელოზი ვარ და არა იმდენი დამოკიდებულება მაქვს. ეხლა მოვყევი ერთი შაქარზე, თორე ჩემი თავი იმდენჯერ დამიჭერია, რომ 1 საათი ამ ტელეფონს რაღაცას ვუყურებ და უბრალოდ მივხვდი, რომ გავბრუნდი და მაგიტომ გადამიდია ტელეფონი და რაღაც მექანიზმებს ვთავ ხოლმე, რომ ამ ტელეფონს შეგიძლია შავ-თეთრი ფერები დავუყენო. მე ინტერნეტ შოპინგზე ვარ დამოკიდებული. მინდა ვაღიარო. ხო. ყოველ შემთხვევაში აი მოგიყვებით თუ საინტერესო იყო პერიოდი, როცა მე დრო არ მაქვს ახლა ბევრი მიზეზების გამო მოკლედ აქთან დავკავდი ინტერნეტ შოპინგი და ამან იმდენად ჩამithრია რაღაც პროცესში უკვე ბოლოს დავაფიქსირე, თუმცა მარტივად არ მივედი ამ ყოველდღე დავაფიქსირე, რომ აი ამ კალათაში მოკლედ შენახული მქონდა ეს ნივთები, რომელიც უნდა მეყიდა და ხელფასის დღეს ყველაფერს ერთად ვყიდულობდი, მჭირდებოდა, არ მჭირდებოდა და აი ესე ხდებოდა პრაქტიკულად, რომ მეორე დღეს ჩემი ხელფასიდან არაფერი არ რჩებოდა. შემდგომ ჩამოდიოდა ეს ნივთები, რომელსაც უმრავლესობას არც ვიყენებდი, თუმცა ეს მოლოდინი იყო იმ ხელას სიამოვნებასთან დაკავშირებული, რომ თუ რაღაცას არ ველოდებოდი, მე ვიყავი რაღაცა შინაგან სიცარიელეში. ხო, რითი შევივსებთ ამ შინაგან სიცარიელეს სტრესს, რითი გავიყვიჩებთ, რა მნიშვნელობა აქვს, შოპინგი იქნება, ტკბილეული იქნება, უბრალოდ ძიმეშიც ვართ ძალიან შესულები, ხო? ანუ როგორც არის გემბლინგი და როგორც არის ნივთიერებათა დამოკიდებულება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გავათვიცნობიერე, მარტივად არ მოხდა სხვადასხვა მივხვდით იმისა, რომ ამის გარკვეული ცოდნა, კვალიფიკაცია და ასე შემდეგ საკუთარ თავზე არ არის ასე მარტივი და როცა გავათვიცნობიერე, მაშინ დაიწყო უკვე ამის მართვა. თანდათანობით შემცირება და ეხა ძალიან მუშაობ საკუთარ და ბოლომდე ხაც არა მაქვს გადალახული, თუმცა აი რეგულაც და უფრო მეტად ვმართავ, ვიდრე საკუთარ პრობლემას ვმართავ. თუმცა ეს პრობლემა დღემდე მაქვს. ხო, სხვათა შორის ეხა ონლაინ შოპინგზე რომ მოყავით, მოკლედ მე ვიყავი ადამიანი, რომელიც არასდროს არაფერს საერთოდ არ იწერდა, იმიტომ რომ მე ვარ ეგეთი ტიპი, რომ რთულ რამე მინდა ეხლა დღეს და ხვალ აღარ მომინდება, აღარ მაინტერესებს და შესაბამისად აი მართლა გეუბნებით ალბათ 3 წლის წინ გამოვწერე პირველად ცხოვრებაში რაღაც ნივთი, იმიტომ რომ აქ ვერ ვიშოვე და ძალიან მჭირდებოდა. და მივხვდი, აი ცოტა ხნის წინ დავაფიქსირე ეგ, რომ რაღაც მომენტი იყო, რომ რაღაც ტანისამოსის მასე ვებგვერდზე ესე სკროლავ და გავჩერდი უცებ და მივხვდი, რომ მე ეს ყველაფერი არ მჭირდება. საერთოდ არ მჭირდება. და ფასდაკლება იქნება, ეს იქნება, თუ უბრალოდ არ მჭირდება და რატომ უნდა მქონდეს 27 ჯინსი? ვერ ვიგებ ამას და აი უცებ გაჩერდა რა ჩვენ ამ პოდკასტში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე დამკვირვებლის პოზიცია და ეს რაღაცეები და რეალურად აი თუ მეკითხებიან ადამიანები მედიტაცია რაში ეხმარება ადამიანს აი მაგ მომენტში ზუსტად უცებ ამოდის ეს ნასწავლი ჩვევა რომ გაჩერდა და გვერდიდან შეხედა აი ძალიან მნიშვნელოვანია კი ის მომენტი რომ გამოხვიდე საკუთარი თავიდან და გვერდიდან შეხედო ეს ძალიან კარგი სტრატეგიაა სხვათა მეც ეს გავაკეთე. ის პირობითად 27 ჯინსი კი არ იყო ჩემთვის სიამოვნება. აი ეს ლოდინი იყო უდიდეს სიამოვნებასთან დაკავშირებული. როდის ჩა, აი აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები, თუ არაფერს არ ველოდებოდი, ვიყავი შინაგანად უბედური. ხო, თუმცა მეც მაგან მიშველა. გამოვედით საკუთარი თავიდან, შევხედე გვერდიდან და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უკვე შენთვის ძალიან დამაზიანებელია და ეხლა ვარ მართვის პროცესში. ხო, აი მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ნებისყოფ ალბათ მან შემოდის ზუსტად რო რაღაცნაირად ეს ყველაფერი მართვა, იმიტომ რომ ისევენაირად გინდა ეს ყველაფერი. აი ახლა მაგალითად ჩემი ტკბილებზე დამოკიდებულება იდეაში ამ მომენტისთვის მე სამართავი აღარ მაქვს, იმიტომ რომ ბევრჯერ იყო მომენტი, როდესაც სხვადასხვა შორის მაყურებელს მიმართავ, რომ თუ საკუთარ დამოკიდებულებაზე გაინტერესებს, აუცილებლად გავაკეთოთ ერთი ეპიზოდი, გავაკეთებ, იმიტომ რომ მგონია რომ არანაკლები პრობლემა არის და მქონია ეპიზოდები, სადაც ესე ყოფილა სიტუაცია, რომ ადამიანები მიირთმევენ ჩემ მეგობრებს, მე არ მქონია სურვილი, რომ ახლა ეს. იმიტომ რომ იცით რა მომენტი დავიჭირე?
კარგად ყოფნა იმდენად სასიამოვნოა. აი მე აბარა რა თქმა უნდა. რომ ამ კარგად ყოფნას უკვე ვეღარ ვცვლი ვერაფერში. აი ეგ ის მაქვს რაღაცა. აი ამ ის იმდენად ეს რაღაცა ენერგია მომცა ამ იმის გარეშე ყოფნამ, ტკბილეულის გარეშე და ესე სტაბილურად ვიყავი, რომ აი ეს იცით რა, როცა რაღაცას პრობლემას გაათვითცნობიერებ და შეძლებ მის მართვას ან გადალახოს, ის ძალიან ამაღლებს ადამიანის თვითშეფასებას. მოკლედ და ძალიან სასიამოვნოა. მიზნის მიღწევის დროს იგივე დოფამინი გამოიყოფა, რაც არის ბედნიერების ჰორმონი და სწორი მიზნების დასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. კი და აი მაგ თუ იმეს გამოადგება ჩემი რჩევარი, რომ თუ არ მაქვს საუბარი ძალიან ძიმედ დამოკიდებულებაში, ალბათ იქ ძალიან რთულად არის სიტუაცია, მაგრამ აი თუ შეძლებს რომ გვერდიდან შეხედოთ თქვენ თავს და მე ძალიან დამეხმარა მარტო ეხა ეს 1-2 ამბავი მოვყავით თორე ბევრ რაღაცაზე მქონდა ეგეთი რაღაც გაკეთებული რომ როდესაც აი მინდა რაღაც და გამოდა გვანცავა ეხა რა გჭირდება ანუ რა რეალურად რა გინდა სახელი დაარქვი იმას რა გინდა არ ვიცი შეიძლება გინდა რომ ვიღაცას ჩაეხუტო შეიძლება ვიღაცამ გითხრას რომ უყვარ ხარ შეიძლება ვიღაცამ გითხრას რომ კარგი ხარ აი ეს გჭირდება აი ამას აძლევ და წერა ეხმარება ამ დროს იდეალური საშუალებაა რომ დროს დაწერო რომ აი შენი ემოციები გადმოცე იმ მომენტში რას გრძნობ როცა ეს გინდა და მართლა არის ძალიან შრომატევადი ბევრად უფრო მარტივია ის მიიღო რაც გინდა და გაყუჩდეს ეგრევე თუმცა შესაძლებელი თუმცა აი შესაძლებელი კი არა შედეგიანი ანუ საბოლოო ჯამში შედეგთან მიდიხარ თუ ეს ამისი სურვილი რა თქმა უნდა თქვენ როგორც აღნიშნეთ ძალიან სასიამოვნოა ბევრად უფრო მეტად სასიამოვნო ვიდრე ის ქმედება კი სულ მაგას აი ხა წერანო იმდენად ტკბილია კარგად ყოფნა რომ კარგად ყოფნის დათმობა უკვე აი მან წონასწორობას კარგავ რა რომ აი არ მინდა მიგით გადაკაჩვა არ მინდა საიდანაც ამოვედი რა კი ბატონო ნამდვილად ასე კი ბატონო ეხლა მაგ ესეთი კითხვა რომ აი თქვენ რაც ეტყოდით ოჯახის წევრებს როგორ დაეხმარონ ადამიანებს ისე რომ აი თქვათ დამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებს პირველ რიგში მშობლების როლი მნიშვნელოვანია, როდის იწყება ამ პრობლემასთან დაკავშირებით, აი ამ დამოკიდებულების მართვასთან დაკავშირებით. როგორც წესი, არასწორ დროს ერთვებიან მშობლები და ეს არის მოზარდობის პერიოდი, რაც არის უდიდესი შეცდომა. მარტივად რომ თქვა ერთად ყოლა გააქტიურდება, როდესაც რაღაცა პირველი პრობლემის ნიშნებს დაინახავენ. რეალურად მოკლედ ბავშვი დაიბადა და აქედანვე უნდა დაიწყოს მშობელმა ისე აღზარდა, რომ შემდგომ მოზარდობის პერიოდში ესე არ ეს პრობლემა არ დადგეს. ეს არ არის მარტივი დღეს იმდენად აჩქარდა რიტმი, ცხოვრება იმდენად რთულია, ყველას არ აქვს ამის დრო, თუმცა მერე იწყებენ მოცვლას, ყველაფრის გვერდზე გადადებას, როცა აზრი არ აქვს. ამიტომ ჯობია თავიდანვე. ანუ რა, ბავშვს უნდა კონდეს თავისი პასუხი, პატარ-პატარა პასუხისმგებლობები, უნდა იცოდეს პატარა პრობლემებთან გამკლავება თავიდანვე, უნდა იცოდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ისეთი უნარების ჩამოყალიბებაში უნდა მიიღოს მშობელმა მონაწილეობა, რომელიც შემდგომ მოეხმარება. რეალურად მოზარდების პერიოდი ძალიან რთული პერიოდია, ეს ყველა მიცის, ხო? მოზარდობის დეპრესიასაც ეძახიან და აქ ძალიან დიდი ჰორმონალური, ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება და ამ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრები რაღაცას შეატყობენ, მერე შემოკრავენ უკვე ზარს და თავიანთი ფუნქცია არის ძირითადად კონტროლი, შენიშვნის მიცემა, უფრო მეტის ჩხუბი, დასჯა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რომელიც პირიქით მაპროვოცირებელია და უფრო ცუდ შედეგებამდე მიდის. ამ შემთხვევაში ხა თუ მოზარდობის პერიოდში ჩაერთო, მშობელი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დროის, სწორი ადგილის, მშვიდი გარემოს შერჩევა, ჩხუბის შემდგომ დალაპარაკებას აზრი არ აქვს. აი სწორი დროის შერჩევა ძალიან მშვიდი ტონი, მხარდამჭერი ტონით დალაპარაკება, ძალიან კარგია დახმარების შეთავაზება, საკუთარი მაგალითების მოყვანას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ შენს დაუშვი უამრავი შეცდომა, შეძელი გადალახა ან ვერ შეძელი და აი ამ შედეგებამდე მიგიყვან, ანუ საკუთარ მაგალითებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მხარდაჭერა, ყველაზე კარგად მუშაობს მხარდაჭერა. რომ მიუხედავად ყველაფრისა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მე შენს გვერდით ვარ, მე შენ ყველაფერში დაგეხმარები და თუ საჭირო იქნება, აქ უკვე შეიძლება უკვე შესთავაზო ამ ფსიქოთერაპევტი, ან გარკვეულ სხვა სპეციალისტი და ასე შემდეგ. თუ შენ დაიწყებ ჩხუბით, თუ შენ დაიწყებ კონტროლით, პირიქით
იქით ის უკვე თავს იცავს, გადადის უფრო მეტ ტყუილებზე, აგრესიაზე და უკვე რეაქციას იღებ. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ მშობელმა მიიღოს სწორი ინფორმაცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით და შემდგომ ჩაერთოს უკვე მხარდამჭერი ტონით და არ ესეთი მენტორული და დამსჯელობითი მეთოდებით. და მან ერთ დავამატებდი თქვენის ნებართვით, რომ თვითონ უნდა იყოს ალბათ პირველ რიგში მაგალითი რა, რომ ანუ შენ თუ ეწევი, მე რო სიგარეტს მოვწევ, შენგან არ მივიღებ იმას, რომ რატო ეწევი, იმიტომ რომ შენც ეწევი და ბავშვისთვის ბევრჯერ გვითხოვს ამ პოდკასტში, რომ პირველი სამაგალითო ადამიანი, რაც არ უნდა იყოს, არის მშობელი რა. იმიტომ რომ მაგას ხედავს პირველ სხვა არაფერი არ იცის, ხო? და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და თქვენ რო ამბობდით, გამახსენდა კიდეც მაგალითი, როდესაც აი ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, როდესაც თავის შვილს ეუბნებოდა ხოლმე, რომ რაც გინდა გააკეთე, უბრალოდ თუ რამე პრობლემა გექნება, პირველი მე მითხარი. ის მისი შვილი აკეთებდა რაღაცებს, რა თქვა, აკრძალულ სიტყვაზე რაღაცებს, მაგრამ პრობლემა რო ქონდა პირველი აგებინებდა დედას და დედა საქმის კურსში იყო ყოველთვის და შეეძლო რეაგირება მოეხდინა, ანუ აი იმ წამს მერე კი არ იგებდა რომ რაღაცა საშინელება მოხდა, იმ მომენტშივე უკვე ჩართული იყო ამაში და ეგ მგონია ჩემთვის აი სამაგალითოდ არის ხოლმე ეგ რა, რომ ამხელა ძალა არის, რომ ანუ კი არის იკრძალავენ, პირიქით რაღაცნაირად ალბათ უფრო მგონია რომ მაგომიჩ პატივისცემა გიჩდება მშობლებს, რომ აი ესე მიდგას გვერდით რა, რომ აი რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ჩემთან ერთად არის. ამისთვის აუცილებელია შვილებს დაუთმოთ დრო თავიდან ბავშვობიდანვე, რომ იცოდნენ, რომ შენ ის გიყვარს, შენ მას დროს უთმობ, შენ მას ეკითხები, აი ბავშვი მოვიდა ბაღიდან და ყველაზე კარგია უთხრა, როგორ ჩაირა შენმა დღემ, რა ხდება შენს მეგობრებში. ამას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს შენი შვილი. მისთვის ეს უნდა იყოს ნორმა, რომ გაგიზიაროს, მოკლედ. კომუნიკაცია, სწორ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა დაიწყოს პატარა ასაკიდან, რა თქმა უნდა. და მგონია რომ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ რადგან თქვით რომ მუცელში ყალიბდება ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიგარეტი ცხოვრებაში არ გაუსინჯავს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ვიცი ნარკოტიკი საერთოდ ლაპარაკიან, ნარკოტიკიც. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიგარეტი მოწიეს და თქვეს რომ არა, ან დამოკიდებულებასთან არ აქვს მიჯაჭვულობა რა, არ უჩნდებათ, ხო და მგონია რომ ეგეს დაკურებული მშობლის შეიძლება ვცდები, იმიტომ რომ მშობელი არ ვარ, მაგრამ დაკურებული მშობლის შემთხვევაში რაღაცა ასაკში მაინც ხდები რომ შეიძლება თქვენ შემისწორეთ რომ შეიძლება შვილს კონდეს ამაზე მიჯაჭვულობა ან დამოკიდებულებაში შევიდე ეს შეიძლება ეგეთი რაღაცა. ანუ მშობლის როლი ძალიან დიდია, თუმცა იბადებიან ადამიანები, რომელსაც არ აქვს როგორც იბადებიან ადამიანები გარკვეული წინასწარ განწყობით, არიან ადამიანები, რომელსაც უყვართ უბრალოდ ფიზიოლოგიური ცხოვრებისგან იღებენ სიამოვნებას. ესეთებიც არსებობენ და საბედნიეროდ. ჩემ ბაბუ ამბობს ხოლმე რომ სიგარეტს არ ეწევა მოკეთ რა და ცხოვრებაში არც მოუწევი. ანუ გასინჯული აქვს და მაგ საზეწრებას პირში რა. ანუ არ ქონია რა, რო ქონდა ალბათ რაღაცა. რა თქმა უნდა. გაგეძლებდა. ყნოსო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზნობა. დამითანხმებით ალბათ რომ სურნელს არომანს შეუძლია წამში გაგვახსენოს კონკრეტული ადამიანი, ემოცია, გარემო, ადგილი, ან შეუმჩნევლად შეცვალოს ჩვენი განწყობა. არომატები პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მდგომარეობას და ყოველდღიურ ქცევას. შეუძლიათ აგვამშვიდოს, გამოგვაფხიზლოს, სიმსუბუქე შემოიტანოს და იმპულსების მართვაშიც კი დაგვეხმაროს. სწორედ ამ იდეოლოგიაზე შეიქმნა ეს ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელიც არის ბიოდეტოქს როლერი, პრანარომის და მის შემადგენლობაში არის 100% ნატურალური ლიმონის ქერქის ეთერზეთი, რომელსაც აქვს ცოცხალი სუფთა გამომხნეველი არომატი და რომელიც ხელს უწყობს შიმშილის შეგრძნების შემცირებაში. გვეხმარება უკვე მართოთ მომენტალური ჭამის სურვილი. როლერის შემადგენლობაში ასევე არის როზმარინის ფოთლის ეთერზეთი, ასევე მზესუმზირის თესლის ზეთი და ჟოჟობას თესლის ზეთი. აქვს საკმაოდ სუბუქი და ნაზი ტექსტურა და არტოვებს ცხიმიან კვალს, როგორც ხდება ხოლმე ეთერზეთების შემთხვევაში. გამოყენების წესი არის უმარტივესი, მოხსნით თავს, წაისვამთ წრიული მოძრაობით და შეიძილეთ მეორე ხელის მეშვეობით და შეგიძლიათ რომ
ესე შეისუნთქოთ კიდეც, იმიტომ რომ ძალიან კარგი არომატი აქვს. თუ დაგჭირდებათ პატარა პაუზა, სისუფთავის შეგრძნება, შიმშილის იმპულსის უკეთ მართვა, ეს ეთერზეთი შეიძლება ამაში დაგეხმაროთ. რა თქმა უნდა, პროდუქტის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და იქვე შეიძინოთ, ან მიბრძანეთ PSP-ს აფთიაქებში და იქ ნახოთ ეს პროდუქტი. ბოლო კითხვები არის ჩემი. შეგიძლიათ მარტივად გამცეთ ამაზე პასუხი. პრინციპში ვისაუბრეთ ამ რატო სულ მკითხავს არ ვიცი, მაინც დავსო. დამოკიდებულება სიამოვნების ძიება თუ ტკივილისგან გაქცევა. ტკივილისგან გაქცევა. შეიძლება დამოკიდებულება იყოს ადამიანის ცდილობა რომ რაღაც შინაგანი სიცარვილე შეივსოს. აუცილებლად. ძირითადად ეგ არის. ძირითადად ეგ არის. რა არის ის ემოცია, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად აყუჩებენ? სიგარეტით, ჭამით, ალკოჰოლით, შოპინგით? შინაგანი სიცარიელე, სულის ტკივილი, სიყვარულის დეფიციტი. სიყვარულობა. რატომ არის სირცხვილი დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაძლიერებელი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოკლედ ჩვენ სოციუმის როლზე ვისაუბროთ და სამწუხაროდ არასწორი დამოკიდებულება, რაც ჯერ კიდევ ჩვენ საზოგადოებას აქვს ამ დაავადების მიმართ, კიდევ უფრო ართულებს ამ ადამიანების მდგომარეობას. ეს მათი გარიყვა, შერცხვენა, სოციალური იარაღების მიკერება კიდევ უფრო ამძიმებს, იმიტომ რომ სირცხვილი იწვევს თვითშეფასების დაცემას, დაბალი თვითშეფასება კი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების. ამიტომ აქედან გამომდინარე პირიქით ამ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა, გვერდზე დგომა, მზრუნველობა და ხანგრძლივი არაერთჯერადი იმის გამო რომ გადალახონ ეს ყველაფერი და ჩვენი ცხოვრება ხო ეს ადამიანი ხო მარტო არ არის სოციალური ჯაჭვია და ერთმანეთზე არიან ადამიანები გადამულები და ერთი ადამიანი დამოკიდებული ადამიანი თუ ამ სოციალურ ჯაჭვს გამოაკლდება ან დაკარგავს თავის სოციალურ ფუნქციას ამ ჯაჭვში აბსოლუტურად ყველაფერი ან ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის კი რომ ის გავრიყოთ და ამ სოციალური ჯაჭვიდან ამოაგდოთ პირიქით ხარი დაუჭიროთ და ის ჩვენ გვერდით იყოს და იყოს სრულფასოვანი ადამიანი. არსებობს ეგეთი დაუწერელი კანონიო რომ ანუ ბუნებრივად სისტემა არ შეიძლება გარიყოს ვიღაც ჩვენ უბრალოდ ადამიანმა გადავწყვიტოთ რომ უნდა გავრიყოთ ვიღაცები თორე ბუნებრივ სისტემას გარიყვა არ უყვარსო და ზუსტად ასე კი ბატონო რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა საკუთარ ჩვევებზე მანამ სანამ ისინი დამოკიდებულებად გადაიქცევა საკუთარ ჩვევებზე, საკუთარი თავის ცნობა არ არის მარტივი მოკლედ რა. და ამაზე ძალიან ბევრი უნდა იფიქროს. საკუთარი თავის გაცნობა დიდი მნიშვნელობა. თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, გაანალიზებ იგივე გვერდიდან შეხედავ და ასე შემდეგ, იქ უკვე ბევრ რაღაცას ამოიცნობ და სანამ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, შენ გააქვს ძალიან დიდი დრო, რომ ეს პატარ-პატარა რაღაცები შეცვალო, საკუთარ თავზე იმუშაო. იგივე რაზეც ვისაუბრეთ, ბედნიერება დასწავლადია, ხო ესეა. ვიღაცა მარტივი საკითხია, ხო, ვიღაცა ხედავს რომ ეს შიქა ნახევრად სავსეა და რა ცუდია ხო შეიძლება ყოფილიყო სავსე და ასე შემდეგ ფოკუსირდება ამაზე, ვიღაცა პირიქით თუ რა კარგია რა ბედნიერება, წყალი მაქვს და ასე შემდეგ. მოკლედ რა. ანუ დასწავლადია ეს ყველაფერი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერების არის გაზიარება. ბედნიერების გაზიარება. ანუ მე კარგად ვარ, გიზიარებ შენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოკლედ და ერთ-ერთი პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი საფუძველი მოკლედ და ეს ძალიან საინტერესო საკითხია. კი ბატონო, ერთი პრაქტიკული რჩევა. თუ მსმენელი ახლა გვისმენს და გრძნობს, რომ რაღაც ქცევა უკვე აღარ ემუქჩილება. პირველი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? აუცილებლად უნდა მივიდნენ სპეციალისტებთან. თუ თქვა პირდაპირ სპეციალისტებთან მისვლა უჭირთ, დაელაპარაკონ ოჯახის წევრებს, დაელაპარაკონ მეგობრებს, ითხოვონ დახმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის სირცხვილი, პირიქით. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და აბსოლუტურად სირცხვილი საპირისპირო, პირიქით დახმარების ზუსტად.
ზუსტად. დახმარების თხოვნა არის. დახმარების თხოვნა არ არის სირცხვილი, პირიქით. იხმარეთ და ითხოვეთ დახმარება, მიდით მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და შემდეგ უკვე აღარ გაგიჭირდებათ სწორი გზის მოძებნა და საბედნიეროდ საქართველოში არსებობენ არა მარტო მიკროსოციუმის წარმომადგენლები, არსებობენ სპეციალისტები, რომელსაც შეუძლიათ დროულად რაღაცა კვალიფიციური დახმარების გაწევა. მთლად ისე ვერა ვართ, რა თქმა უნდა, როგორც ევროპის ქვეყნებში უამრავი თუნდაც ზიანის შემცირების ქსელები არსებობს, outreach პროგრამები არსებობს, როდესაც მიდი ადამიანთან იქ, სადაც ის არის. ქუჩის outreach სისტემის პრინციპი ეს არის. სპეციალისტი მიდის, როდესაც ადამიანი თვითონ არ მოდის, სპეციალისტები მიდიან იქ, სადაც არიან და იქვე აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას, აწვდიან გარკვეულ ინსტრუმენტებს ზიანის შემცირების და ეხმარებიან მოკლედ ამ პრობლემასთან გამკლავებაში. მედიოდეს მე მივალთ აქამდე. მოვესწრები მაგას, რომ აქამდე მივალთ ამ ქვეყანაში. და კიდევ ერთ ავამატებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველში აღიარება რა, რომ დამოკიდებული ვარ, ეს რო თქვა, რომ დამოკიდებული ვარ და არ თქვა, რომ არ ვარ. ამაზე ჩვენ ძალიან ესეთი ხშირ შემთხვევაში ძალიან რთული და მძიმე მუშაობა გვიწევს. არის გარკვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ახლავს ეს ყველაფერი. ნაკლებად ახლავს სხვათა შორის ოპიოიდებს და სხვა ტრადიციულ ნარკოტიკებს, უფრო მეტად ახლავს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და მარიხუანაზე დამოკიდებულებას. იმიტომ რომ ალკოჰოლი ძალიან სოციალურად მიღებული დამოკიდებულებაა, რომ ეხლა მე თუ ვსვავ სამეგობრო წრეში, შეიძლება ყოველდღე ვსვავ სადღაც გასართობად რო ვარ წასული დასასვენებლად 10 დღე ყოველდღე ვსვავ, ყოველ პარასკევს ვსვავ, ყოველ შაბათს ვსვავ და ეს კვირა ველოდები რომ შაბათ-კვირას დავლიო და ასე შემდეგ. ის არის მაგალითად რომ მე თუ შაბათ-კვირას ვსვავ მარტო სიტყვაზე ვიტახი, კვირის განმავლობაში დამოკიდებულებაში მე შეიძლება რომ ადრე არსებობდა ესეთი ტერმინი შაბათ-კვირის ალკოჰოლიზმი. მთელი კვირა თუ იმისთვის მუშაობ, იმისთვის შრომობ და იმისთვის აკეთებ ყველაფერს, რომ შაბათ-კვირას განიტვირთო და შენი განტვირთვის ერთადერთი საშუალება არის ალკოჰოლი, ეს რა თქმა უნდა უკვე პრობლემაა. გეთანხმებით. კი ბატონო, და სუბოლო კითხვას დაგისვამთ, რომელიც არის ტრადიციული კითხვა. თუ თქვენ თავს წარმოგიდგენთ ისე, რომ არ მითხრა თქვენი სახელი, გვარი, პროფესია, წარმომავლობა, ნებისმიერი რაღაც, რასაც ვიყენებთ ყოველდღურად, რას მეტყოდეთ, როგორ გამეცნობოდეთ? სახელიც არ უნდა ვთქვა. სიცოცხლის მოყვარული ადამიანი. შვენიერი პასუხია. ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ საინტერესო იყო გულწრფელად რაღაცნაირად. ყველაზე მეტად თით რა მომეწონა თქვენ ისაუბრიდან, რომ ძალიან მძიმე თემას თითქოს საუბრის მანერით აღარ ართულებთ. და ეს ალბათ რაღაც სხვანაირი გამოცდილება იყო კიდე, იმიტომ რომ ხო გითხარით აქ პირველად არ გვისაუბრე დამოკიდებულებაზე, მაგრამ რაღაც იმედის მომცემიანად საუბრობთ რა და დამოკიდებული ადამიანისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთ ტონში მოსმენა, რომ არ ეგონოს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ნამდვილად. დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის და მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ხო, და მაყურებელსაც ვეთქვი, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ცოდის მოყარე პოდკასტი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ ეს ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა. და ხო, ალბათ ერთსაც დავამატებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ რო გავუკეთეთ ერთი ეპიზოდი, სადაც ქალების, მოკლედ ერთ-ერთი ცენტრის წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული და ჩემი თხოვნა იყო ესეთი, რომ მობრძანდით უბრალოდ გავუშვათ სარეაბილიტაციოდ ქალი ერთი სრულ რეაბილიტაციაზე და დამთანხმდნენ ამაზე და მოვიდნენ. მაგარია. ხო, და გავუშვით ერთი გოგონა. და ისე მაინტერესებდა სრულ რეაბილიტაციას გაივლის და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მართ ვღაოდი რომ მომწერა და იყო რამოდენიმე სხვა შორის იქ იყო რომ მე მეგონა რომ გასყდებოდა ინბოქსი მეილების, მაგრამ არ იყო ეგ. და ამ შემთხვევაში მარტო ქალებზე იყო გაკეთებული აქცენტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალია, რომელიც დამოკიდებულია და ამას ჩვენ კიდე თვალს არ უსწორებთ ჩემი აზრით. და მომწერა ძალიან ბევრმა მამაკაცმაც ასევე მესმის რომ ქალებზეა, მაგრამ ძალიან შესაძლებელია და იქ ნუ ვეცადე რომ რაღაცნაირად დამეკვალიერებინა სხვადასხვა მიმართულებებით რა. და ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, მე მგონია, რომელსაც უნდა გამოჯამრთელება, უბრალოდ ამის საშუალება არ აქვთ.
ამჯობად. ხო და ამიტომ მართლა გულით და სულით ვისურვებ, რომ ყველას ვისაც გაუჩნდება იმის სურვილი, რომ გამოჯამთელდეს, მაგის საშუალებაც ქონდეს ზემოდან, იმიტომ რომ ერთი ადამიანით ესე როგორც თქვენ თქვით, იწყება ჯაჭვი აწყობა. ამჯობად ასეა. მეც ამას ვისურვებდი, ჩვენი ოცნება და იმედია მივალთ აქამდე. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.